ცოტა ჩაუწნე. ჭიქით აი ეს მომიტა შვილო, რა თმინდა გრაბინით რომ მომიტანეთ. აი ეს უნდა დავიყენო. ნინა ის მოცარია რაღაც ცხელი გადავარდო. აი ეს. საღამო მშვიდობის რქას დავიმაგრებ თქვენთან ერთად. კაკო გამოვართვევინე, თუ ჩავაწევინე. დავაპაუზებინე. იმიტომ რომ მე უკვე მესამედ ვუყურებ და აღარ შემიძლია. დილას ვიდეო რო ჩავწერე და პიურე რო დავდგი. ჩავთე მერე კაკო. ჯერ კაკო, მერე სოსო. ადგა ეს ახალო. ვაიმე დედას პრინცესა. დედას პრინცესა არის აქა. ჩემი პრინცესა, რა მეხანი ეს არ გინახიათ? რაო დედას პრინცესო. როგორ მოხდა რომ არ მიღრენ? ჰა? შეხო ჩემი გოგო ხარ. როგორ მოხდა რომ არ მიღრენ? ჩემო პრინცესა. დავამთავრე ხარ. წადი, მიდი. მოდი გინდა აქ დაჯექი. და ამ წამს დავამთავრე, გამოვწმინდე. ესე იგი გუში რო ვალაგებდი, მტვერსასრუტი, მტვერს რო იღებდა. ხელში გძნობდი რაღაცა იმას. აი თითქოს აი დრაჟენიასავით რა რაღაცა ეგეც და მეთქი რა არის კაცო რა. აქ ხელთან აქ ეს ასაწევ-ჩასაწევი, ნუ რაზე გამოიყენება არ ვიცი, ადრინდელსაც ქონდა და სუსუძველსაც ქონდა, მაგრამ ანუ არ ვიყენებ რა მოკლედ და აი სადღაც იმ ადგილას გძნობდი აი რაღაცას. ხო და დილას გუშინეს ორი ოთახი დავალაგე რა და როგორც არ უნდა დაალაგო ხალჩას მაინც ჭირდება ხოლმე დალაგება და ალადეც. აქეთ იყოს რაღაცას. არ ჩაიდო პირჩა დადია ეგ. გამოწმინდილი კია, მაგრამ მაინც რაღაცალა. ხო და მე როგორ მიყურებს. დედა იცოდ კატარო თვალებით მიყურებს. ვეღარ ვლაპარაკობ. რას მიყურებ? დედას ვლამაზო. პრინცესა, დედას შავი პრინცესა. მაგათ. აი ეს ზის და სახეში მიყურებს. იმას მიშრება ხოლმე ეს მოყვითალო ფერის თვალები რომ ასე გიყურებს და ეს წვრილი ხაზები რო აქვს ხოლმე გამაციებს ხოლმე. ხო და დილას დავშალე, ნინო ჩაუწი. დილას დავშალე ეს ნუ იქიდანაც გამოვაძრე და მტვერსასრუტიდანაც, მაგრამ აი ეს მოღუნული რაღაცა აქვს რა, ანუ ტარი და ანუ იმაში ვერ ვიყურებოდი არა და აშკარად იქ იყო და ნახე მე რომ ესეც იშლებოდა და ეს კოზის ტარით შევწიეს მოკლედ აი ეს ჩასაჯდომები ჩაუწი რომ გამოსულიყო და აი მე ერთი ადამიანის ქოჩორი იყო შიგ. ანუ ესე რომ ბარბარე ცოცხალი ხარ? არ დააზიანო დაბლა ის პარკეტია თუ რაც არის რა ლამინატი. ხო და თაროს ალაგებს. ანუ აი ამ ჩასაწევთან ამას ხო აქვს საკეტი და სავარაუდოდ რაღაცა ერთი გამოედო მეორე მესამე ეს და იყო იმიტომ გუშინ რომ ვალაგებდი ფილტრი გავასუფთავდი რაღაცა ვერა რა და ჩემ თავს ვამშვიდებდი რომ არა უშარო რაღაცაში იქნება საქმე არ გაგფუჭებია არა და ანუ მარტში პირველ მარტს დამიანე რომ დაიბადა მაგ დღეს ვიყიდებ მტვერსასრუტი მაგრად მახსოვს ჯერ მაგის საყიდლად წავედი და მერე დამიანეს ხო და რა იყო გოგო კაი აღარ შეგუწევ მერე როგორი აიღო იცი აი ხალიშას ეს ზემოდან წევდა რა ხო და მიყევი მერე მოვალაგე გემრიელად კიდე და საუთებელი მაქვს ცოტა მაგრამ ეზარება ისედაც ესე გამოვწმენდა დავჯდები ხანსად მივეყუდები ხანსად და აი სამინდი მოქმედებს ხალხმა ჩემზე რა აი როგორც კი შევძლებ რომ ეზოსკარი კი არა და რა მინდა ეზოსკარით და აი ოთახის კარი გავაღო და ყავა დავლიო თქვენთან ერთად გარეთ
ელემენტარულია იქ რო ტახტი დავდგი, ტახტია თუ მატრასი იქ. ან დაბლა ტახტზე და მაგიდაზე, აი გარეთ ყოფნა მინდა და ვერ გავდივარ ცივა. და აი კლავს რა. და როდესაც მაქვს შესაძლებლობა მაგალითად რომ რაღაცა გავაკეთო და საშუალებაც მაქვს, აი მაგალითად რამდენი ხნის წინ 1-3 თვის წინ, არა, 2 თვის წინ ვიყიდე, ხო გახსოვთ ის წებო. ანუ ქვებიღა მაქვს დასამაგრებელი ნახატზე და გასალაკი მაქვს. აი ამდაგვარი ტიპის ნახატი, ოღონდ ეს პროფილშია და შავ-თეთრია და სპეციალურად ჩემთვის გავაკეთე და ფერაც ვაკეთებ ორივე, ანუ წინა იმით რა, სახით. ცალთვალას რო ვაკეთებ მე მაგას და აი მეზარება რო ამოვიტანო და გავაკეთო. დაღატული მაქვს, მარტო ქვები უნდა დავაწებო. წებოც მაქვს და ქვებიც. მე სიკვდილება აი ეს ამინდი ყველაფერზე მოქმედებს, ჩემთვის მოქმედებს, სულ ყველაფერზე და ფაქტიურად ეხა წინა ეს 2 თვეც ხო ცოტა ჩავაგდე რაღაცა რავი აი იმ სიტუაციების გამო და რავი ძალიან აი ესეთი ქაოსი მქონდა თავში და იანვარი კიდე ზოგადად ძალიან ისეთია ხოლმე რა და ამიტომ აი თუნდაც რომ მაქვს დრო რომ ვიდეო ჩავწერო აი ზივარ და ვერ წერ არ წერ ეკი არა სამსახურში წასვლაც მაგრამ მეზარება ხვალე და ეხლა ვფიქრობ ხო თქვი რომ სადღაც აპრილში დავამთავრებ თქო რა მაისში აღარ მივალ სამსახურში ეგე გადავწყვიტე ამ აპრილი იქნება ბოლო თვე და ეხლა ვფიქრობ რომ ხი იანვარი ხო თებერვალი მარტი აპრილი 3 თვე დაგვრჩა მოდი ცოტა ადრე ხوار დავანებო მეთქი თავი მაგრამ ვერ ვანებებ რომ მინდა თქო და რა ნაძვის ხი ეხლა მოგიდა განათება ეგ არსად არის კოკაკოლა თქვი რომ მინდა თქო და შენ მაინც ხო დააგეღო განათება მომდა ოთახში ოთახში რა უნდა განათებას უნდა შეხვიდე დაწვე დაიძინო ან შუაღამისას აი მაგარო ციმციმი დაიწყოს ხო წნევა მაგიწია წყალი დაგვიწყდა ხალხნო ამასობაში კიდე კაი რომ ზუსტად 9 ლიტრა წყალი გვაქვს ლიტრი წყალი გვაქვს დასალევად საჭმელი გაკეთებული მაქვს და კაი ჯანდაბას 1-3 თებშია თუ ჭიქა გასარეცხი სიბრალე ყოფილა თურმე შეიცავს ძალიან რატომღაც გადავეკიდე ჩემ თმას და მინდა რომ შევიჭრა არ ვიცი რატომ აი ეს ხო მაგ გძელი თმა მაგრამ მინდა რომ შევიჭრა აი ვერ ანუ ჯერ ხო ისედაც უაწეული მაქვს ახლა თმის დავარცხნასაც აი აბდგები აი ესე ავიკოსებ თუ სადმე არ მივდივარ რა ხო და ვატყობ რომ ძალიან იქით მივდივარ მოუწესრიგებლობისკენ და ცოტა თმა მინდა რომ შევიჭრა და სად შეიძლება შევიჭრა ხა ვის მივმართო მაგალითად რომ სალონების მეტი რა არის ხო ვარ კეთილში ხარ მიწევს წასვლება რა ვარ კეთილში შევიჭრა მიწევს ნინო შენ წამალი ბევრი გაქვს ანუ ჯერ შენ არ გიწევს წასვლა მოკლედ ძალიან მინდა რა არ ვიცი ყოველ შემთხვევაში ყოველთვის ვნანობ ხოლმე როდესაც თმას ვიჭრი მაგრამ ეხა მინდა რომ შევიჭრა ესე მოკლედ რა რომ აი ელემენტარული ნუ ისე რომ შემეკრას თან კუდივით მაგრამ აი ლამაზად გქონდეს რა ეს აღარ მინდა ის ეხლა რა ვაკეთებ დღეს აღარაფერს არ ვაკეთებ რამდენიმე სახეობის ვიდეო ნახე რომელიც შეიძლებოდა მაგალითად ნინოსთან ერთად გადამეღო ცოტა სახალისო და ცოტა ის და ცოტა ის მაგრამ რაღაცნაირად ხალხო აღარ მინდა ის აი იცი რა მეზარება უბრალოდ რაღაცის დაწყება ხო და რომელიმე ახლო თუ იქნებით შემოდით ქოჩრით მათრიეთ და წადით მე ხო გითხარით როგორც კი რაღაცა შემატყობთ რომ ვერა ვარ კარგად გამოვაფხიზლეთ მეთქი ჩემი მსუქანი გოგო
ჩემი კუნტულა გოგო. ეს ხო არ გიშლი. აუ რაღაცა უნდა მეთქვა. ხო წეგან TikTok-ს იმაშობოდი, სკროლავდი, იმათ ვიტყვი რა ქვია. 21 საუკუნის სიტყვას გამოვიყენებ. სკროლავდი და სოსოს ვიდეოს განხილვა იყო, კაკოს ვიდეოს განხილვა იყო და ზოგმა თქვა რა არის ეგა არა დამაჯერებელი იყო სოსოს რავი რაღა უნდა იყოს დამაჯერებელი ადამიანი პინგვინებთან იყო და რა მოგვატყუა პინგვინ თუ ვეშაპი ხო კაკოზე საერთოდ არ იყო ეგა უსასაცილო სახუმარო და ისაო რა ხიხოხარო და რაღაც ესე იგი რა დონის ხალხია აი რა სამო ან კაკო და ან სოსო მარტო იმიტომ წავიდნენ იქ რომ ამ ადამიანს ან დაეჯერა ან ამ ადამიანს გასცინებოდა ოღონდაც რა თუ არ გაგიცინე მე მშვენიოთ ვიხალისე კაკოს ვიდეოზე ჯერ პირველად კაკოს ვუყურე მაგის გამო რომ რაღაცაც ყირთამალა გადადის ხოლმე და რავი ელემენტარული ადამიანი რომ რაღაც 1 საათი უყურებ და დავიჯერო ამ 1 საათის მასზე არ გაეცინე გაეღიმა მაინც ამ ადამიანს ის იმდენად აგრესიულათიო ხო და სხვათა შორის ერთმა რო ვიდეო ჩაწერე მე კომენტარები იყო რა რომ ხო მართლა რა იყო ეხლა ისე რა ვიდილას შვენიერი დრო გავატარე უყურე გავიცინე გავიღიმე მე რა იხუმრა იცანცა რა მორჩა და მოსთხნთან დავდექრო და შენ მოწოდე ფშაში რა არის ეგ დავდების მოწოლა დადე ხო და ტუმბოში ჩადი აი მან ტრილიერსთან რო დგა ხო მე კაკოს ვიდეოზეც ანალოგია რო კაკოს ვიდეო სასაცილო არ იყო მაგრამ რაღაცა არადამაჯერებელი იყო რა რატო ვერ დაიჯერეს ვერ გავიგე მე ხო ისა ნუ მაგათ მოვეშვათ და გუშინ წინ უყურეთ მოკლედ ჩვენ Hungry Man-ის ვიდეოს აი კონკრეტულად იმ ვიდეოს რომელიც ამ ბოლოს დადეს რა ანუ 3 დღის წინ დადეს თუ რაღაცა რომ ანუ მათმა სპონსორმა რომელი სპონსორია არ მახსოვს მოკლედ რა ხო და ისა 10 მანქანა და მე მგონი 10 სკუტერი სხვადასხვა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაათამაშეს არა საჩუქრად დაარიგეს ხან უბრალოდ შემხვედრს მისცეს ხან ყავის გამყიდეს დრაივზე რო გოგოები მუშაობენ ხან კურიეს ანუ მოკლედ ბევრი ნახავდით ალბათ და იმდენად სასიამოვნო საყურებელი იყო იმდენად სასიამოვნო რომ რა ვიცი აი რა კარგი იყო მომეწონა ბიჭებო რა ხო ზოგადად Hungry Man-ის ვიდეოებს ვუყურებთ ხოლმე ბავშვები უფრო რა მაგრამ არის ხოლმე აი თამაშები რაღაცები რომ მეც ვუყურებდი ხოლმე და ძირითადად Hungry Man-ს უყურებს ახალგაზრდობა რა პატარები, ბავშვები, მოზარდები, თინეიჯერები. და ბოლოს ისე იყო რომ ბრაზდებოდი რა მხრივ იცი რომ როიცი რომ გიყურებენ ბავშვები. აი ხა ხო რამდენიმე სიტყვა თქვი ჩქარა და გული დამეყალა. ანუ რო გიყურებენ და იცი ასაკი შენი მაყურებლის ცოტა უხერხულია, როდესაც რაღაცა ბილწ სიტყვაობას სიტყვებს იყენებ რა. ხო და ერთი მაღაზე იყო ხოლმე, რომ ანუ რაღაც მომენტში ისე დროს იტყოდნენ რაღაცას, რომელიც ძალიან საერთოდ არ უხდებოდა რა. თან იმ მომენტს, როცა იცი რომ ბავშვი და პატარა გიყურებს და ხო და მოკლედ ამ ვიდეოთი გადაფარის ის ყველაფერი, რავი, კაი ვიდეო იყო, მომეწონა. იმედია ჩვეულებრივ ვიდეოებს რო დადებენ იქ უწერდნენ კიდეც ხოლმე რა რომ ან ძალიან კარგები ხარ, ძალიან მაგრები ხარ, ძალიან კაი კონტენტია, მაგრამ ეს ბილდ სიტყვაობა ცოტა ხო და მაგათ ვეთანხმები ვინც ეგეთ რაღაცას უწერენ რა და იმედია გაითვალისწინებენ მათ მოსაზრებას, იმიტომ რომ ფაქტიურად მათი კონტენტი აგებულია ბავშვებზე და მათთვის არის და მოზარდები. ნუ დიდებიც უყურები რა თქმა უნდა. ხო გეუბნები, ხა დიდი სიამოვნებით ჩავთავდი ახლიდან და ვუყურებ. ძალიან კაია. აი ასე. ეხლა ვფიქრობ, ხვალისთვის საჭმელი რა გავნა ზოგადად კაია, Hungry Man-დან იგივე საჭმელი ზოგადად იხარ, მაგრამ აი.
შიერი გაცნა. პირველად დღეს შეღობათ. ვერ მიშელ სარამის გავაკეთებ და პლუს არის რაღაც ცოტა რაღაცები, ცოტა თევზია, ცოტა ტოლმა მაქვს. ეგრე. აი ეს ჩემ გაწმენილ ფანჯარა იქიდან ხრიდან არის დადუდღნული ერთი ადგილი. გუშინ ჩიტი, გუშინ არა, გუშინ წინ ჩიტი დასჯახებია ცხვირი. ზოგადად წელს რატომღაც ბევრი არ დაჩახებია ისა ფრინველი შუშას ვერ აღიქოს და აი მთელი სისწრაფით შეასკდება ხოლმე აი. ბევრჯერ ყოფილა რომ კი აი მომკვდა რა კიბეზე. ბევრჯერ ყოფილა რომ ამ წყალით დამილეინები ისიც საყვალები ძირითადად შოშიები არის ახალ ბეღურები გაფრენილან. ერთხელ კატამ დამასწრო და ვერ გავიგე ცოცხალი იყო თუ მკვდარი მომპარა. იცი რა ინერციით ეჯახებიან. აი ასე. წაველი და მე თუ მოვიხასიეთეთ თუ როგორც აქვია ზემოველით. იქნებდა მე შემოვილაწუნეთ ხალხმა. არა. მაგ კაცმანდა. წავედი აბაჰი და აბა ხალხ. მზე არის და ქარია. იმედია აი მორ დღეში ამ თორს უალაგებს დიდი ეჭვმეპარება, მაგრამ მაინც. ცოტა ხასიათი უნდა გამოვიკეთოთ. შევეგუოთ იმ თემას, რომ იანვარია ბოლო და თებერვალი წინ არის. მარტი მინდა 1 მარტი. 1 მარტში შარშან გათოვდა. აი უმაგრესად გათოვდა და პირველად გათოვდა მე მგონი შარშან 1 მარტს და ყველაზე ბევრი მაშინ მოთოვა. და დადო. დამიანი რო დაიბადა და მაგრამ იმდენად მიხაროდა რომ 1 მარტი იყო და გაზაფხული იყო რომ თორს ვერ ამხედავდი. სა ფსიქოლოგიური მომენტია რა. რო იცი რომ გაზაფხულია და ქარბორბალად რო ტრიალებდი, ეს უკვე გიხარია. იმიტომ რომ გაზაფხულის ქარბორბალაა და რაღაცა ეგეთი. ხო და ისა. მე თუ ეზოში არ გავედი. მე თუ ეზოში ვერ შევძელი დაჯდომა. შეიძლება ფეხები გავფშიკო ოღონ მართლა. უკვე ის დეპრესიის ფონი მაქვს ხოლმე ამ დროს რა. აღარ შემიძლია რომ ხან რომელ კუთხეში ვჯდები და ვიყურები გარეთ. ხან რომელში. ეზო მინდა, ეზო. ის მიწა. მიწისუნი. წავედი აბა ჰე და აბა ჰო. მაგალითად თუ თქვენც დამეხმარებით იმ სიტუაციაში რომ თემას მომეხმარებით და მაიძულებთ რომ ვიდეო ჩავწერო, ჩემთვისაც კარგი იქნება და დიდ მადლობასაც მოგიხდით, იმიტომ რომ მართლა რაღაცნაირი პერიოდია სანამ ეხლა ცოტა მართლა გარეთ გავალ რა შეგვიძლია. აბა ჰე, თქვენთით კარგად იყავით, ბედნიერ დღეს გისურვებთ სულ ყველას. მაგრად.